ზურაბ ჯაფარიძეს რეჟიმის 3 დღის განმავლობაში დააკვირდა და მას შემდეგ რაც მან პოლიტიკურ სპექტრთან ერთობაზე კონსულტაციები დაანონსა, დღეს კი ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საკითხზე ბრიფინგი გამართა, სასწრაფოდ სასამართლოში დაიბარეს. წინასწარი ინფორმაციით პროკურატურა მისგან გირაოს ითხოვს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რას გადაწყვეტს კოალიცია ცვლილებისთვის გარეთ ყოფი ერთადერთი ლიდერი. რასაქმეზეა დავარებული ზურაბ ჯაფარიძე. ამჯერად ლაპარაკია საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალზე. რეჟიმმა სისხლის სამართლებრივი დევნა ჯაფარიძესთან ერთად დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარადისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. მარიკა ბოლქვაძე იმყოფება სასამართლოსთან და შემოგვერთება ახლა ბოლო ამბებით, საინტერესოა დასრულდა თუ არა სხდომა. დიახდინო, სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ზურაგირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ წუთებში კი გახდა ჩვენთვის ცნობილი ინფორმაცია, რომ პროკურატურამ დააყენა უკვე შუამდგომლობა ზურაბ ჯაფარიძისთვის 30,000 ლარის ოდენობის არასაპატიმრო გირაოს შეფარდების. სულ რამდენიმე საათის წინ გაიგო თავად ზურაბ ჯაფარიძემ მისი დაბარების შესახებ ინფორმაცია. მაყურებელს შევახსენებ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ წამოწყებულ გამოძიებას პროკურატურის მხრიდან ეგრეთ წოდებული საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში ხელშეწყობის, ხელისუფლების დამხობის, მიწოდების ბრალის შესახებ. უცნობია ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ზურაგირჩი ჯაფარიძე, მას ჯერჯერობით პატიმრობა არ ემუქრება, თუმცა სავარაუდოდ გონივრულ ვადას მისცემს დიდი ალბათობით 30 კალენდარულ დღეს ზურაგირჩი ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის ფარგლებშიც უნდა გადაიხადოს ზურაგირჩი ჯაფარიძემ ეს კონკრეტული თანხა. უცნობია ზურაგირჩი ჯაფარიძის გადაწყვეტილება რა იქნება ამ შემთხვევაში, ის გადაიხდის ამ თანხას თუ არ გადაიხდის. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ მისი კომენტარი და აგრეთვე მისი თანაგუნდელების კომენტარი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. ჩემს არის დაკავშირებული მასთან, რომ 3 საათზე ბრიფინგი ჩავატარეთ დღეს და ქონდა ეს დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც დავაგზავნეთ 9 საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც საერთაშორისო გამოძიებას ვითხოვთ სისტემური წამების და ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე. ალბათ მაგასთან კავშირში, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ხა გირაოს მოთხოვნა თუ უნდა შეეძლოთ პარასკევს რომ მოეთხოვა, პარასკევს 8 საათზე გამომიშვეს და შეეძლოთ პარასკევს შუადღეს უკვე სასამართლო ყოფილიყო, ეგ არ გაუკეთებიათ. ის როგორც დღეს დილიდანაც არაფერი არ იყო და 3 საათზე ჩავატარეთ ბრიფინგი და სადღაც 5 იყო თუ 6:30 იყო, უკვე რეკვარო დაიწყეს და თურმე რეკავდნენ აქედან და უნდათ პროცესის ჩანიშვნა. ამიტომ უკავშირებ მაგას. ზურას დღევანდელი სასამართლო პირდაპირ არის მიდმული თბილისში კოალიციის მიერ ჩატარებულ აი ამ დღევანდელ ბრიფინგს, რომელმაც აჩვენა, რომ ერთის მხრივ არც კოალიციას აქვს პრობლემა, რომელსაც აკრძალვას უპირებენ და მეორე ძალიან სტკივად ის თემა, რომელიც აი ამ კოალიციამ და ჯაფარას ხელმძღვანელობით და ლიდერობით გააკეთა. ეს განცხადება, რომ ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გვაქვს მტკიცებულებები, რომ საქართველოში ქართულმა ოცნებამ მოწამლა ხალხი ქიმიური იარაღით, რაც ნიშნავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა მათთვის და დღევანდელი სასამართლო 2 თვის მერე რომ უნდა ჩატარებულიყო, ასე 3 საათში გადმოწეული, სწორედ ამის მთავარი მტკიცებულებაა. საზოგადოებაში არის ძალიან დიდი უკმაყოფილება და წუხილი იმ თითოეულ ქმედებასთან დაკავშირებით, რაც ჩაიდინა რუსულმა ოცნებამ თავიანთი მოქალაქეების მიმართ, რაც შეეხება ეს მცდელობა, რომ თითქოს ჯაფარას სასამართლო პროცესით ჩვენი კოალიციის და არ მხოლოდ კოალიციის ზოგადად ოპოზიციური პარტიების ან ოპოზიციურად გაწყვეტილი საზოგადოების დაშინება მოხდება, არის სრულიად აბსურდული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და განსაკუთრებით ბოლომდე მივიყვანთ იმას, რომ ვითხოვთ დამოუკიდებელ საგამოძიებო პროცესებს. უცნობია რატომ დაჩქარდა ახლა ზურაგირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რამდენიმე დღის წინ დატოვა 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დაწესებულება. უცნობია აგრეთვე გადაიხდის თუ არა ზურაბ ჯაფარიძე ამ თანხას. რამდენიმე წუთში დატოვებს ის თბილისის საქალაქო სასამართლოს. ჩვენ შეგვეძლება მოვისმინოთ მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით.